საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 1 ოქტომბერია. დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა 13 წლის წინ. დღე, რომელ დღესაც იწოდება რელიგიურად ბიძინაობა. დღემ, რომელსაც მოუტანა ქართველ ერს და სრულიად კაცობრიობას ისეთი სიკეთეები და ისეთი, დემოკრატიის უმაღლესი ფორმა, რომ მთელი ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული და გაკვირვებული. ყველას საქართველოში უნდა, ყველას საქართველოს მოქალაქეობა უნდა, ყველას საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ სასწაულს შენატრის. დღემ, რომელმაც დააბრუნა საქართველოში ოქროს ხანა, დღე, რომელმაც ცოცხალად მოსიარულე ცოცხალი წმინდანი ბატონი ბიძინა წარმოუჩინა კაცობრიობას როგორც მხსნელი, გადამრჩენი, არაბუნებრივი ქმნილება და მივესალმოთ ბატონ ბიძინას ტაში, მეგობრებო, ტაში. წმინდა ბიძინა ღმერთმა დაგლოცოს. მიშა მოგვაშორე. წმინდა ბიძინა, ომი არ არის, მადლობა ღმერთს. ქუჩაში არ გხოცავენ. წმინდა ბიძინა, რა ვიცი, კიდე მეტი არ მახსენდება არაფერი, კიდე ისთვის უნდა ვიყოთ მადლიერი. ისთვის. წმინდა ბიძინა, მადლობა ყოველი გათენებული დღისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სარკაზმით იყო და ვიცი, ახლა რამდენად ნორმალური არის ასე მოაზროვნე ადამიანი ქართული საზოგადოებისთვის, კი არა, საერთოდ მსოფლიო საზოგადოებისთვის. შეიძლება კიმჩენ ინის მომხრეებიც არ იყვნენ თლათ ამ დონემდე მისულები, როგორც ბიძინისტები არიან და დღეს, როდესაც დიდი ქოცობა აქვთ გამართული, იხსენებენ 13 წელს და გამოდის ამათი არქიფო, მამაბარჩენალი და ზარმაზარი წერილი გააშვანშვალა. დადგაო 1 ოქტომბერიო, ჩვენო ამხელა რაღაცაო გავიარეთო, ამხელა სიკეთაო იყო, მუხანათური ღალატიცო ყველაფერშიო, მაგრამო საერთო ჯამშიო წინ მივდივართო, ესაო ისა. 13 წლის მერე ადამიანს 13 წლის წინ, როდესაც ხდებოდა დამპალი მართლა სააკაშვილის რეჟიმის ცვლილება და ქონდა ქართველ ერს მართლა იმედი და ქონდა სინამდვილეში ეს ილუზიები ყოფილა და ეს ყოფილა ყველაფერი სიცრუე და ეს ყოფილა ყველაფერი სიყალბე, რომ მოხდებოდა ახლა ცვლილებები, მოვიდოდა კაცი, რომელსაც არშია, არ წყურია, ფული აქვს, რომელიც ესა რა ქვია მეცენატი იყო მთელი ამ ხნის მანძილზე. ბოდიშით რა თუ შეიძლება რა კითხვას მისვამ, რაზე ვლაპარაკობ, რა ბოლოში მაინც დამისვირა, თუ რამე კითხვა გაქვს, უმაწყვეტიებ. ესეთი დამოკიდებულება იყო ერში და ვინც მართლა მაშინ 2012 წელს იმ წამებელი, გამყიდველი, მოღალატე, ბოლო კაცების გამაუპატიურებელი რეჟიმის და უბედურების წინააღმდეგ იბრძოდა, ვინც ამ მხარეს იდგა, რა თქმა უნდა, ყველა თვლიდა თავს, რომ იდგა ისტორიის სწორ მხარეს. იმიტომ შეუძლებელი იყო, რომ 2012 წელს, თუნდაც ერთავარნელი, ყრუ ნაციონალიც რო იყო, იმასაც კი ესმოდა, რომ ის რაც ცოცხების კადრები იყო, წამების და იმის, რაც არ ჯეროდა ხალხს, რაც გამოვიდა საჯაროდ, რომ შეუძლებელი იყო, ამორალური უნდა ყოფილიყავი ადამიანი, საერთოდ ცხოველი უნდა გვიებოდა, რომ იმ მხარეს მდგარიყავი. და ამ მხარეს არ მდგარიყავი და ყველა თვლიდა მაშინ, ვინც იბრძოდა ამ ყველაფრისთვის, მათ შორის მეც. არა მარტო მე, ჩემი ოჯახიც, მეგობრებიც, ახლობლებიც, ყველა ნორმალური ქართველი თვლიდა, რომ იდგა ისტორიის სწორ მხარეს და 13 წლის შემდეგ
13 წლის შემდეგ რომ დღეს გამოგივა ქართველი ადამიანი რომელსაც ნორმალური აზროვნება პროპაგანდის გარეშე ნორმალური აზროვნება აქვს შერჩენილი და გეტყვის 2013 წელს ესა 2012 წელს ართლები ვიყავითო ასეო და ახლაო 13 წლის მერეო სიამაყე არისო და ქართული ოცნების მხარდაჭერაო და ქართული ოცნების გვერდით დგომაო და ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანიო არ არისო საქართველოს ისტორიაშიო ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიაში და სწორი გზა აერჩია, სწორი კურსი აერჩია და დღეს საამაყო არისო აი ისეთ ქართველს აი მე გეუბნები პროპაგანდის გარეშე, ფულის გარეშე და ნუ ახლა ვინც პარტიის წევრია, ვინც მომხრეა, ვისაც მისი სიკეთეები აქვს, ვინც ნახდათ ღებულობს ახლა დამპალ სისტემაში ვიგოდას ამ სისტემიდან. ნუ იმის მესმის, იმაზე არაა ლაპარაკი. მე ვამბობ აი ნეიტრალური ადამიანი რო თქვა, ხო? და აბსოლუტური უმრავლესობა. რომელსაც რეალობაში, იმიტომ რომ მთელი ერის დიდი ნაწილი არის ღარიბი, ღატაკი და გაჭირვებული და უსამართლობაში მყოფი. და ის რო დაგიწყებს შენ მტკიცებას ის ან გაუნათლებელი და უბრალოდ დებილია ან უბრალოდ უთავმოყვარეო უსინდისო მატყუარი არ შეიძლება 13 წლის შემდეგ საქართველოში ნაკოჰაბიტირებულ საქართველოში რა რეალობაც დადგა ადამიანი იყოს ამ რეჟიმის მომხრე რომელმაც პირდაპირ ვიტყვი რა ძალიან ბევრ რამეში გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას და ხლა თუ შეიძლება ნუ დამახჩობთ ამის თქმით და გეტყვით კონკრეტულად რომელ მომენტში და რაში გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად პიდარასტების პროპაგანდაში და ამ პიდარასტებით სუფლებებით წალეკილი საქართველოს 13 წლის მანძილზე ახლა რომ გაახსენდათ ანტიდისკრიმინაციული კანონები იქნებოდა, ბავშვთა დაცვის კანონები იქნებოდა თუ ეს იქნებოდა. ამათმა დააკანონეს. ამათმა ერების გახრწნაზე და გადაგვარებაზე იმუშავეს. სამართლობაში. მე გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი 99.7%-ით გამამტყუნებელი განაჩენები გამოდიოდა, ესენი მეტი უსამართლოები არიან. და აგიხსნით რატო? იმიტომ რომ დამნაშავე რეჟიმი, რომელიც დამნაშავე რეჟიმიც ამას ჩადიოდა, ამათ ხელში უვადო მოსამართლეებად და ხელშეუხებელ მოსამართლეებად იქცნენ. ვერც ერთმა ადამიანმა, თუ სკოცი არა და ვიღაცა რა, ვერ შეძლო ვერც ქონების დაბრუნება, ვერც სამართლის აღდგენა, ვერც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიღების რეაბილიტაცია და ვერაფერი. რომლებიც ამათმა აღიარეს, რომ 250-მდე პოლიტპატიმარი გქონდა ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდა. ქვეყანაში, სადაც ჯალათები, მკვლელები და 1000 უბედური ხალხი ყველა ხელდაფარებულია. მე გეუბნებით, ამათი მართული სამართლით საქართველო ბევრად მეტი უსამართლოა. იმიტომ რომ როდესაც შენ ხედავ დღეს დაუჭერიათ ისა კუპრავა, ნაცი. კუპრავა აქციებზე რო ჩაუდგა ხალხს სათავეში და დამხობას რო ითხოვდა, მაშინ სალარიძის და იმის ამბები რო იყო, ბავშვებმა რო დაჩეხეს ერთმანეთი იქ ვერაზე, დაუჭერიათ, ვერ დამიჭერენო აქეთ იქეთო და რატო დაგიჭირენ, იცი? კა არ ყავს გვერდით შესაძუდაო, კა, ის ძმაკაცი არ ყავს, ფრთა გაქვს მოტეხილი, ფრთა მოტეხილი დადე. როდესაც კას იჭერ, კას რაღა იმას, კუპრავას იჭერ, რომ რაღაცა ინტერნეტში განაცხადა, ისა რა ქვია, განცხადება დამხობასთან დაკავშირებით. და როდესაც გიგა ბოკერია და მთელი ეს მამალი ნაციონალები უპრობლემოდ დგანან და გემრიელად არიან. და აგერ დებატებში დადიან და პოლიტიკური პარტია ქვიათ და ის და ის. ელემენტარულს გეუბნებით. ამას სამართალი არ ქვია ხალხო. როდესაც შენ დაასრულებ გამოძიებას რეჟიმსო გავასამართლებთ.
და როდესაც შენ დაასრულებ გამოძიებას ისე, რომ არ დაკითხავ მთავარ დამნაშავეებს, არც კი დაკითხავ ეს მიხეილ სააკაშვილის მთავარ მოღალატეს, ბოკერიას, მთავარ იდეოლოგს. როდესაც ელემენტარული გამოძიებაზე არ დაიბარებ იმას, რა ქვია, იაკობაშვილს და სხვა უბედურ ხალხს. ელემენტარული კითხვას ვსვა. ამას ვქვია გამოძიებული და გასამართლებული რეჟიმი. როდესაც ცინდელიანის დედას, შვილი მკვდარ დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს და ზღვაში ჩაუგდეს თევზების საჯიჯკნად, როდესაც ხარდავას შვილს, რომელსაც მამასაც იგივე ბედი ეწია და ზღვაში ჩაუგდეს, მოიყვან, ალაპარაკებ, მოაყოლებ ამ ტრაგედიას. და ერთი კვირის თავზე მისი შვილების მკვლელს გარეთ გამოუშვებ თავისუფლებაზე. ამინისტია შეეხო, ეს ბრალდება მოეხსნა, ის ბრალდება მოეხსნა. ამას სამართალი ქვია? გეკითხებით. ესეთი რაღაცები, მე სიმართლე გითხრა 2012 წელს მე არ მეგონა, ნახდათ არ მეგონა, რომ მასა ამდენ რაღაცას შეარჩენდა ამ ხელისუფლებას თუ არ გააკეთებდა ამ ყველაფერს. ნახდათ არ მეგონა, იმიტომ რომ და პრინციპში ასეც იყო. მაგრამ ისეთი ტექნიკური ხალატი, ტექნოლოგიურების მეშვეობით შეუქმნეს საზოგადოებას, შექმნეს ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ალიანსები, შექმნეს ეგრეთ წოდებული პატრიოტული ჯგუფები, სადაც ეს კოცობაზე გაბოროტებული, გაბრაზებული ხალხი კოჰაბიტაციის გამო იქ შევიდა და სადაც რომლებსაც თავშივე გაყიდული ყავდა ეს ხალხი. ცოტა მოვიცადოთ და ყველა აღმოჩნდა თურმე ბიზნეს შექმნილი ესა და კოცების შექმნილი სატყუ არა, რომელსაც ეს ხალხში დაგროვილი ის ბოღმა ნელ-ნელა ასე აქციებზე ორთქლის გამოშვებით გადაეშვა და მერე ზოგი ხელი ჩაექნია და ემიგრაციაში წასულიყო, ან ზოგიერთი უამრავი მკვდარია ის პოლიტპატიმრები რომ იყვნენ იმ პერიოდისთვის, ზოგი ეყიდა, ზოგი ასე და ასე მოგორებულიყო ამდენი ხნის. მერე 13 წელი და ასე ეზეი. ქვეყნისთვის პრეზიდენტი დაესვა, 3 პრეზიდენტი დაასვა, ბიჭო, ამ დედამოწყუნიშვილმა ქვეყანას 3. ერთმა თავი დაამახსოვრა იმით, რომ დიდარი სექსუალური გამოცდილება ჰქონდა, მარგველაშვილის მეტი არავის არაფერი არ გაახსენდება. არ გაახსენდება მისი მმართველობა, შეიძლება არც პერსონა გაახსენდეს არავის. ამით გაახსენდებათ, რომ პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ დიდარი სექსუალური გამოცდილება ჰქონდა. და სექსის სირცხვილი არ ყოფილა. მეორე პრეზიდენტი დაასვა თავზე, ახლა დაიხვეწა იმას, როგორ შევადრი, კაცო, ხელოვნური ინტელექტი და Google Translate ბევრად უკეთესად ლაპარაკობს ქართულად. ბევრად უკეთესად, ვიდრე ისა, რა ქვია, სალომე ზურაბიშვილი იქნება ილაპარაკებდა ენას, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც იყო. და დღემდე ვიდეოებს რო წერს და იმაშვება, დებს ტიტრებსაც არ ადებს, ხან ფრანგულად ელაპარაკება, ხან ინგლისურად, მისი ქართული ვერ გაიგო დღემდე ვერავინ. ალფა ვერსიის, პირველი ვერსიის ქართულ ენაზე რო Google ლაპარაკობდა, ისე რო ლაპარაკობდა. მესამე გამოსცირებულს მოუყვანდა ქვეყანას და ყველა ეს ერთად აღებული რო შეკრა და გადააგდო და დააწვა, ამათ არ გაუკეთებიათ ისეთი, რაც ამან გააკეთა, დიდგორობა დღეს ჩავიდა და დიდგორობა დღეს ქართულ ჯართან არ მისულა, დიდგორზე არ მისულა, თურქეთში ჩავიდა. ათათურქის საფლავს ვიკოცდა, ემთხვია. თურქულ ჯარს თურქულად მიესალმა და თურქების ჩამოსახლებაზე თავი დახარა, შეპირდა ერდოღანას იქ. ახლა აღარაფერს ვამბობ სოციალურ სამართლიანობაზე, ეკონომიკაზე, ამაზე, 20 ლარი, როგორც იყო მინიმალური ხელფასი კანონით. იმ 100 ქარხანაზე
კი არა 700 გაუხსნია გორში. გორის რაიონში მარტო 700 გავხსენია. ბიჭო 20 ლარი როგორც იყო მინიმალური ხელფასი კანონზე დაწერილი. დღემდეც 20 თვეში არ შეცვლილა დღემდე მინიმალური ხელფასის ცნება საქართველოში. 20 ლარია დღემდე. ნუ პირველი ლედი ბაგრატიონი ხო ახლა რა ვიცი რა გითხრა ეთყობა რუსუდან დედოფლის სისხლი ქონდა და ნაკლებად ადარდებდა ესეთი რაღაცეები ვიდრე ქეთევან წამებულის და იმის რა ქვია თამარ მეფის სისხლი ქალბატონო იმიტომ რომ არ შეიძლება ცოლი მაინც თავში ჩაარტყამდა რაღაცას და შენ გამოჩნდები კაცო ამას ეთყოდა მაგრამ არ მინდა ხა ცოლზე არ მინდა ლაპარაკი მაგრამ საერთოდ რომ ქართველი გააკეთებს მაგას და ცოლქმარი ერთად გააკეთებს მაგას ნუ არ ვიცი ჩემო ძმაო არ ვიცი ჩემო და არ ვიცი ვერ გეტყვი რა ბიჭო რომელი მიმართულებით გინდათ თითი დაადევით ელემენტარული თითი დაადევით რომ რეალურად მართლა არის რაღაცა პროგრესი აი მართლა არის ჯანსაღი პროგრესი რაც მთავარი ეროვნული სულისკვეთების მიმართულებით პარტია და რამე ძალა არ დატოვა ამ კაცმა რომ ან ხალხი ციხეში არ გაეშვა ან გაეყარა ქვეყნიდან ან ზოგი მოკვდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შექმნა ალტერნატიული მიმართულება გირჩების, შმირჩების, რომლებიც ახლა ნელ-ნელა აყვავდებიან, უკვე აყვავებას იწყებენ ეს გირჩთა მოდგმა, მესამე ძალაა მე მგონი პარლამენტში. უბრალოდ კი არა, მესამე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომლებიც შარვლის ჩახდით აკეთებდნენ, რა ქვია, იმას ოკუპაციის მოგერიებას, გასაბერ-ეკლესიებს ყიდულობდნენ, პლანის თესვით ბორდელების გახსნით. ერთი კაცი მანახეთ. ერთი ადამიანი მანახეთ. რომელი ადამიანიც 2012 წლიდან ჩესნათ სამართლიანად მოდიოდა კოცებთან ერთად ბრძოლაში და მაგათთანაა დარჩენილი. ვინ არის? ვოლსკი? შევარდნაძემდე მეტი ადრე კომპარტიიდან მოყოლებული, ერთი ზვიადის მთავრობას ვერ მოეგო, ყველა პროფკას მორგებული ნაბოზვარი. პირწავარდნილი ნარკომანი არ მოაკლო, წამალი, ფული, თანამდებობა და მაშინ როა ესეც ავარ, ისიც ავარ და $10 მომეცი და იგიც ვიქნები კიდო. და კალაცი. რომელიც შევარდნაძესთან ჩახუტებული იყო, სააკაშვილთან ჩახუტებული იყო და ივანიშვილთან ჩახუტებული, ახლა ამ ხალხზე მე ლაპარაკი არ ამაქვს საერთოდ. არ ამაქვს გიორგი მაგაზე ლაპარაკი, რაც შეეხება იმას, რომ პროტესტი რო გამოხატოს ქუჩაში, ახლა დღეს ნაცური ძალები ყავს რა, ეს დატოვებული და იმათზე ავრცელებენ ამ 2000 და 5000 ჯარიმებს. არ შეიძლება ხალხო ესა არანორმალური შეუძლებელია ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კანონით იყოს 20 ლარი და მინიმალური ჯარიმა 2000 ლარი. არ შეიძლება ეს არაკონსტიტუციური, ეს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, სოფლიო ჰუმანიზმში არსად არ შედის ესეთი რაღაცა, თუ ჩვენ თეორიულად ვისაუბრებ. თეორიულად. ამ ყველაფერზე. კობახიძე კაცი ჩამოყალიბებული შეგნებული ასაკში მყოფი რომელიც ამბობს რომ მან არ იცის რა არის ეროვნული ცნობიერება და საშიშად მიაჩნია ესაა ქვეყნის მთავარი პირი და საუკეთესო ადამიანი ხა როგორ შეიძლება შენ ასეთმა ადამიანებმა მოგიტანო რაიმე კარგი და როგორ შეიძლება თუ დებილი არ ახარ ან ვიგოდნიკი არ ახარ
ვიგოდნიკი, ყველა ვიგოდაზია, ვინც ქოცებთანა, ყველა ვიგოდაზია. ზოგს ფული უნდა, ზოგს პირობითები აქვს მისჯილი და აბა ქოცებს თუ დაუდგები გვერდით, არ დაგიჭერენ, ზოგს ბიზნეს ინტერესი აქვს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არაფერი სარგებელი არ აქვს ქოციდან და არც უნდა. ნეიტრალურია ვიგოდეს არ ეძებს. როგორ შეიძლება ამ მხარეზე იდგეს? და შეიძლება შენ ვიგოდა გქონდეს რაღაციდან, მაგრამ ამ შენ ვიგოდას შენი სამშობლო როგორ უნდა გადააყოლო და შავზე თეთრი როგორ უნდა თქვა. ეს გამოვიდეს ვინმე კლდევა მოსილი თუ ძლევა მოსილი ადამიანი თუ ვინმეს ავტორიტეტი შერჩა საქართველოში. ვინმე, აი ვისაც ხო იყვნენ ადრე იყო ხალხი ვის რომლის ავტორიტეტსაც, რომლის პიროვნებასაც პატივი ეცემოდა მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. არ ვიცი მე დღეს თუ დაგვრჩა საქართველოში ეგეთი ადამიანი, მე მეჭვება, იმიტომ რომ მასიურად ვინმე საპატივცემულო იყოს დარჩენილი. მე არ მაპატიოს ახლა საზოგადოება, მაგრამ მე არ მეგულება. იმიტომ რომ საზოგადოება გახდა თვითონ ისეთი, რომ იმ ღირებულებების ადამიანი, რასაც ქვია ეროვნული ღირებულებებით მაცხოვრებელი ადამიანი, დღევანდელ პერიოდში არის ჩამორჩენილი ბნელი გრუზინი, გამოკლებული, გამოშტერებული, რა ვიცი, ჩარჩენილი ძველ დროში. ამიტომ ეს საზოგადოება თავისთავად ავტორიტეტს ვერ აიტანს, ვერც ბლომათა უკვე ეს ხალხი. ბლომათა აქ თაობა გაიზარდა, თაობები გაიზარდა, მიშას თაობას, ბიძინას თაობა მიემატა, რომელი ეს მძიმე ტრამვა, დაღდასმული თაობა, რომლის მიმართაც მე გეტყვით, აი, ბევრი ბრაზდება და ეს ახალგაზრდები რა დღეში არის. მე მართლა მეწოდება. მქონდა ადრე რაღაცა ისეთი დამოკიდებულება, რომ დაუკვირდი, მე მეწოდება და გეტყვით რატომ მეწოდება, იმიტომ რომ იმ ახალგაზრდის იმ მდგომარეობაში ჩვენ ყველა ვართ დამნაშავე. ჩვენ ყველა ვართ უფროსი თაობა, ყველა ვართ დამნაშავე. ჩემი ტოლი 40 წელს მიტანებული ადამიანების თამადობით, იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავიცავით ის ადამიანები, ის მომავალი თაობა, რომ ამ ეკოსისტემაში, როგორი ეკოსისტემაც შექმნეს ნაცქოწებმა, ასეთი საწამლავით არ აღზრდილიყო მომავალი თაობა. და არ მიგვეღო ჩვენ 9 წელი იმათი, 13 წელი ამათი და 21 წლის თავზე არ მიგვეღო ჩვენ ახალგაზრდა, რომელიც რა ვიცი, რა ქვია, აკაცუკებისო და ბეტმენებისო და იმათი ღირებულებებით არის გაზრდილი. და იმას რას თხოვთ? აი თქვენ თავი წარმოიდგინეთ, რომ ბავშვობიდან ამ ეკოსისტემაში აღზრდილიყავით. ასეთები ყოლოდნენ მეზობლები, ასეთები ხალხი ყოფილიყო სამსახურებში, ასეთებს ხედავდით ტელევიზორში, ასეთები გესმოდეთ რადიოდან, გქონდეთ ინტერნეტი, იყოს ეს სიბინძურე გადავსებული ინტერნეტში. რატო გაქვთ პრეტენზია, რომ იმაზე უკეთესი გაიზრდებოდით? მე გეუბნებით, მე პირდაპირ ვამბობ, ჩემ თავზე ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ქართულ განათლებულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, და რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, 90-იანების პერიოდის ის. მე რო ამ პერიოდში ალბათ თუნდაც იგივე, მე ჩემი ოჯახი მარტო ვერ დამიცავდა ამ გარემოდან. იმიტომ რომ როდესაც სკოლა არის საწამლავი, როდესაც ინსტიტუტი არის საწამლავი, როდესაც სრულიად ნიველირებული არის მართლმადებლური ქრისტიანული ესა რა ქვია ღირებულებები ქვეყანაში, სადაც მადლობა ბატონო ბიძინა ღმერთმა დაგლოცოს, რაც შენ გაათახსირე და გაანულე და მიწასთან გაასწორე შენ და შენმა უშიშროებამ. ეკლესიის ავტორიტეტი ხალხში. ეკლესიას მე არ მაქვს ჯერ ლაპარაკი, მივალ მაქამდეც. აი ის სიწმინდე გინდათ იმ სინოდის მიმართებაში, საპატრიარქოს მიმართებაში, ის რაც შენ დაუშვი ამ ყველაფრის მიმართ. ამის მიზეზი რა იყო, იცით? ორი რაღაცა იყო ამის მიზეზი. პირველი, როდესაც გეი პარადების გამართვა გადაწყვიტეს შიგ ევროპელებმა და 100,000 ადამიანი გამოვიდა თბილისში და ერთი ამბავი ატყდა, ეს ტრაგედიად მიიჩნიეს. იმიტომ მიიჩნიეს, რომ
მიუხედავად მიშას ეგეთი ბრძოლისა და მიშა ამას ვერ ბედავდა. გეუბნებით ამას ვერ ბედავდა, რაც ისინი ბედავდნენ. თურმე წყალში ყოფილა ჩაყრილი ყველაფერი შეიძლება ერთ წამში გამოვიდეს სახლიდან ეს კონსერვატიული საზოგადოება, ქართული კონსერვატიული საზოგადოება და დაამხოს ეს ყველაფერი და შეცვალოს და გადაატრიალოს და გადმოატრიალოს. წყალში ყოფილა ჩაყრილი ყველაფერი. მეორე, ეს უკვე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა პლანის კულტივაცია, ლეგალიზება და ესე შემდეგ ქვეყანაში და ცხონოს ერთმა გარდაცვლილია ახლა ის მოძღვარი, რომელიც ისინი აღუდგა და ხალხი გამოვიდა, კაცო. დიდად საპატრიარქოს არ მოუკლია თავი მაშინ. გამოვიდა და ნელა დაიწყო ხალხმა შეკრება. და იძულებული გახდნენ, რომ პლანის კანონი უკან წაეღოთ. აი აქ გაწყდა უკვე ბიძინა ივანიშვილის და ხოცების და ეკლესიის კავშირი. და წავიდა ბრძოლა. ის იმდენი ჩანერგილი აგენტის, იმდენი აღვირახსნილის, იმდენი პედერასტის, იმდენი მევახშის, იმდენი თახსირის. წავიდა ამათი გამოყრა. გამომზეურება. ის კი არ წავიდა, ახლა მეტყვიან მე, აბა, ეს ხო უნდა გამოჩნდეს და არ არის დამალული რო არ გამოჩნდეს. ბაში კი არ უნდა მომხდარიყო, მაგით შემოკარგებო. სახელმწიფოს და ეკლესიას ერთობლივად უნდა შეექმნათ საეკლესიო სასამართლო და ყველა ეს ნაგავი, რომელიც დღემდე ანაფორაში არის შესული და სწამლის და უბედურების მეც და ვიგოდნიკობის მეც არაფერს არ აკეთებს, ზოგი ნაცია, ზოგი ქოცია და იქ ჯულის კანონზე და ჯულის სამართალზე და რუისურნისის კრებას და მსგავს რაღაცებზე ზედმეტ სისულელია ლაპარაკი. არაფერი მსგავსი არ მიდის, მიდის ჩვეულებრივი აღებ მიცემობა, მიდის ჩვეულებრივი სექტომანია, კერპომანია. არაფერი შეხება არ აქვს დღევანდელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმრავლესობას. მართლმადიდებლობასთან. არა აქვს. სინოდის ხდომაზე ძაღლებით და კატებით მიდიან იგენიც. ზოგი მიშისტია, გვდელი ზოგი ბიძინისტია. აღარაფერს ვამბობს ჯულის კანონით არსებულ წესზე და კანონზე, რაც რუისურნისის კრებით არის დამტკიცებული და გადაწყვეტილი, რომ ასე უნდა იცხოვროს ეკლესიამ და ასე უნდა იცხოვროს სასულიერო პირმა, რომ ისე სრულდებოდეს. ძალიან იშვიათი ეკლესიებია, სადაც მსგავსი რაღაცა ხდება. ძალიან იშვიათი სასულიერო პირები არიან, ვინც ამას ასრულებენ, თუმცა არიან. არა, ამის მაგივრად ბიძინამ და ქოცებმა ხალხში, რომელშიც იყო არ იცოდა, ვერ ხვდებოდა იქ იმ სიბნელეში რა ხდებოდა და წმენის გასაძლიერებლად რუისურნისის კრება ჩაეტარებია და ემუშავათ ამ მიმართულებაზე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია შიგნიდან რეალურად გააძლიერებული იყო სულიერად. არა, ამის მაგივრად დაიწყო იმ სიბილწის გამომჟღავნება, რომელი სიბილწეც ნამდვილად იყო იმ ანაფორაში ამოფარებულების მიერ და გამოტანა საჯაროზე და ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა, იმიტომ რომ ეკლესიის ავტორიტეტი როგორც კი იქნებოდა დაცემული ქართულ საზოგადოებაში, ქართული საზოგადოება ვერც 100,000 შეიკრიბებოდა და ქუჩაში გამოვიდოდა და ვერც შემოგარგებო პლანის და უბედურების წინააღმდეგ წავიდოდა, სამაგიეროდ პარტია იქნებოდა მაგრად, აი ბიძინა იქნებოდა მაგრად. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩვენი მტრების ინტერესებში. ეს იყო იმ სოროსელების ინტერესებში, ეს იყო ყველა გადაგვარებულის ინტერესში. გაკეთ ამ კაცს. ამაზე ვერ მიდიოდნენ. ვერ მიდიოდა. ვერც ხაკაშვილი ვერ მიდიოდა ამაზე, ნუ ახ შევარდნაძე ზედმეტი არის ლაპარაკი. ხლა ამ პერიოდში ხა 2012 წლიდან 2025 წლამდე ეკლესიაზე თუ ვილაპარაკ, ეკლესიაში მყოფ ეკლესიაში მყოფ სასულიერო პირებზე თუ ვილაპარაკებთ, რაც ჩვენი ერის სულიერ დეგრადირებას დაემართა 2012-დან 2025 წლამდე, მე იმას გეტყვით, რომ როდესაც აი რო გკითხოთ, რომ ეს პატრიარქზე რო გიждდებით ეს ხალხი, რომ თურმე პატრიარქი ცოცხალი წმინდანი არის და პატრიარქის გჯერათ და
პატრიარქი როდესაც გამოვიდა და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე თქვა, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება და არ შეიძლება უკანონობის დაკანონება იქნას მიღებული კანონად. სადღავით ეს მრევლი თქვენი პატრიარქის სიტყვა მეტი რა უნდა ყოფილიყო? და ვერ გამოდით, ვერ მოიგეთ ხმა. როდესაც იქეთ ამ ხრიდან 150-მა დეპუტატმა ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით მიცა ხმა. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, პარლამენტშიც ვთქვი და იმის გარეთაც ვთქვი და პირდაპირ ვთქვი, რომ 150-ვე დეპუტატმა ვინც მიეცით ხმა ამას, თქვენ არც კაცები ხართ, არც ქალები ხართ, სამარცხვინო ქართველები ხართ და არაკაცები ხართ, თქვენი წინაპრები საფლავში გადაბრუნდებიან. მე ჩემ და თავად ერთმა რიგითმა ქართველმა, მე რა ჩემეცი. თქვენ სადიღავით დიდი მორწმუნე ხალხი კაცო. არ ვამბობ, რომ მე თქვენზე უკეთესი ვარ. მაგრამ ყველას რაღაცა ვალდებულება აქვს, ხო? ამ მსგავსობასთან შეგუება როგორ უნდა მომხდარიყო? ერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა, ესეც ამის პერიოდში მოხდა. ტოტალური მიგრაცია. ტოტალური გასვლა ქვეყნიდან. რატო გადის? რატო გარბის ქართველი საქართველოსთან? რატო გამორბის ხალხი საქართველოსთან? უსამართლობა. აზეც ვილაპარაკე. როგორც უკანონობა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი უსამართლობა, ასევე სოციალური უთანასწორობა და სოციალური უსამართლობა, იმიტომ რომ სადაც 55,000 ბავშვი შიმშილობს ოფიციალურად და საერთოდ ოფიციალური სტატისტიკა 1/3-ზე მრავლდება, ის ხო ტრაგედია და უბედურებაა. გარბის მშობელი, იმიტომ რომ შვილი გადაარჩინოს და ბევრმა იქნება გაიყვანოს, საერთოდ გაარიდოს. მე აქ ვარ და კარგად ვხედავ, რომ შიმშილს, გაჭირვებას, უწამლობას, უფულობას, ათასუბედურებას გამოქცეული მასა ძირითადი ქართველების. ღმერთ დალოცე ბატონი ბიძინა. თვითონ ხომ მოგიწოდათ, რომ ახლაო საქართველოსიო სამუშაოებსო კი შეგვიძლით, მაგრამ ვერ გაგიხსნითო. მაგრამ ევროპაშიო მარწყვის საკრეფად გაგიშვებთ. 80,000 ადამიანს შეავსებია ესა რა ქვია, ანგედა. 80,000 ადამიანს შეავსებია ანგედა. და მარწყვის არაკრეფია 80,000 ადამიანს მაშინ გერმანიაში იღაც გადაყარეს ეს ხალხი და გამწარებულები დაბრუნდნენ უკან. არის ხო ასე ვიგონებ რამეს? ქალბატონო თამო, ძალიან გთხოვთ რა. თქვენ 33 წელზე საუბრობთ და ბიძინა ივანიშვილის და ქოცების მაქებარი და მადიდებლები ხართ, იქ სხვა გვერდებზე რო შევალ, ძალიან კარგად მახსოვ ხართ, თუნცა ხართ ქალბატონო და არ გინდათ რა ამ ჩემ გვერდზე ამის ლაპარაკი რა, ის არ მიყვარს ეს სიყალბე. როდესაც ადამიანი ჩემთან წერს ის რაც არის და იქეთ გადავა და ღმერთო დალოცე ბიძინა და ეგენი და ეგენიო და სამწუხაროდ მე თქვენ არაერთხელ დაგაფიქსირეთ მას და მოგწერეთ კიდეც და თუ შეიძლება ამას მოაკეთეთ. ქალბატონო თამო, მე ეს მეორე თამო არის, რომელიც მწერს, რომ სულ მასე არა საქმე, მე გავზარდეო შვილები ისეო, რომ ეროვნული ღირებულებები ჩაუდევიო და ეს და ეს და ეს. ქალბატონო თამო, მე კი არ ვამბობ 100%-ით მასზე არის, მაგრამ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა უფლისწყალობით ალბათ რომ ოჯახში თქვენ შვილებთან ერთად ფიზიკურად ყოფილიყავით, ხო? და გაგეზარდათ თქვენი შვილები. და დაგეცვათ ამდენი სიბილწიდან და უბედურებიდან. გადახედეთ აბა სოციუმს. ოჯახი არა დარჩენილი, ორი თუ არა ერთი მიგრანტი რო არაა გასული საქართველოსთან. ზოგს დედა არ აყავს, ზოგს მამა არ აყავს. სხვამ ვერ შეძლო. სხვამ ვერ შეძლო. იმის მაგივრად რომ სახელმწიფოს ხელი შეეწყო ეროვნული ტრადიციული ახალგაზრდობის და ქვეყანაში ოჯახის სიმტკიცისთვის და გაძლიერებისთვის და იმისთვის გეი პარადები უბედურება და შხამი და საწამლავი დანერგა და ახლა თქვენ მოგიხერხდათ, ღმერთმა გაგიმარჯვოთ და ღმერთმა შეაძლებიოს ყველას შვილის ლამაზად, შვილის გამზრდელი დედა მიცნია გმირათაო კაცო, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას. აქედან ამოვიდეთ რა, ეს არ შეიძლება ხალხს დააბრალო ყველაფერი, რომ ქართველი ზარმაცია, ქართველი მშიშარა, ქართველს ამის გაკეთება არ უნდა, ქართველს იმის გაკეთება არ უნდა. თქვენ კიზე კი არ ვამბობ, ზოგადად რაცა ღებული. სისტემა არის, რომელიც ორიენტირებულია ეროვნული ცნობიერების განადგურებაზე და ქართული ოჯახების და ქართული მენტალიტეტის დანგრევაზე. ესე დღეს არა კი ბატონო 33 წელიწადია, მაგრამ აეხლა ვამბობ მე დღეს ვინცაა და ვინც ჩვენ არ მოგვიყვანია ბიძინა ივანიშვილი რაღაცა იდიოტური იმისთვის
რა ქვია რაღაცა LGBT კანონებისთვის და უკაცრავად პირველი კანონი რაც მიიღეს ბუსუსებიანი პრეზერვატივის კანონი მიიღეს ქუთაისში იყო მაშინ პარლამენტი ხო მახსოვს ძალიან კარგად მე არ მეშლება რომ თურმე როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა პირველი 2012 წელს იმის მაგივრად რომ ტრიბუნალი ყოფილიყო განხილული თუ როგორ უნდა ყოფილიყო ესენი გამოვიდნენ და დაიწყეს იმის განხილვა რა ფუნქცია მოვალეობა გააჩინა ბუსუსებიან და არაბუსუსებიან პრეზერვატივს მე ხო არ ვიტყვიები ამას ხო ასე ხო იყო ხო არ მეშლება ეხლა თქვენ მეუბნებით მე ზოგ-ზოგი ერთები რომ აიც კაიაო კაცო იყოსო ესო ომი ხო არაო და არა საკმარისი იმის ჯერთი ომი რო არა ქვეყანაში არ ნიშნავს იმას რომ მშვიდობა მშვიდობა არის მაშინ როდესაც ქართველი ადამიანის სული და გული სიმშვიდეს იგრძნობს რომ შეძლებს ხვალინდელი დღის გათენების შიში არ ექნება შვილების სკოლაში წაყვანის შიში არ ექნება მოხუცი მშობლისთვის წამლის ყიდვის დანარჩენი ომზე უარესია ომის დროს მარტო ხარ და თავი გაბარია და თანამებრძოლები და წადდა იომი მშვიდობიან ომის დროს ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოთ რა გაგიათ ვაი ნუ გია მე როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ მე ეს არ სიამოვნებ და ეკლესია მოდი თვითონ ეკლესია სხვანაირად გაგვიგებენ აი სხვანაირად გაგვიგებენ იმას რომ ეკლესიაო ასე ეკლესია თვითონ ღვთისმსახლე არის და უფლის ორგანიზმი არის და უფალი დაიცავს იმას იმ თავისი წმინდებს დაიცავს ახლა ერთი ვიდეო შემხვდა სხვათა შორის არავინ ყველა რაღაცა იდიოტიზმს და რაღაცას ბოდიალობს და არავინ არ ამბობს იმას რომ ქაშვეთის ტაძარი რომლის დანგრევასაც აპირებდნენ ლავრენტი ბერიას გადარჩენილია და ლავრენტი ბერიას დედის გადარჩენილია რომელმაც წერილი შვილს გააგებია რომ ასე ხდებოდა ერთ სასულიერო პირი არ იტყვის მაგას ეკლესიას და ღვთისმსახლს და სიწმინდეებს დაიცავს უფალი მაგის ფიქრი არ გქონდეთ აგერ გადადით ტაუკლარჯეთში და ნახეთ როგორ ამდენწლიანი ოკუპაციის და ანექსიის მიუხედავად ნახეთ როგორ დგას 4-თა რომ ერთ-ერთმა თურქმა ვერ გაბედა იქ მისვლა და ვერაფლის ვინც მოტეხა წაიღო და ყველას უბედურება დაემართა და აქო ეშმაკები არიანო და დაიცვა უფალმა და დღემდე დგას ძალიან ბევრი ტაძარი იქ ისე დაიცავს წმინდა ადგილებს უფალი მაგრამ მე ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი რომლებიც ღვთის სახელით გელაპარაკებიან და ღვთისმსახურებაზე მელაპარაკება ჯაღმაიძე რომელიც პარლამენტში ჯდომისას მეუბნება იმას რომ შენ ვინ გეკითხებაო ისაო მართლმადიდებლური ეკლესიების დაცვაზე რამის თქმასო როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია შენობების წარდგენას უნდა ქონებას წარდგენას უნდა ფულის წარდგენას უნდა ყველაფერს შენ ვინ გეკითხებაო მაგას შენ გონია ხოლმე მაგითო მაგას აკეთებო და თვითონ იმგენთან არა ქვია ფულის შოვნაში არის ბუნაგი აქვს ამნაირი საბეჭდი გახსნილი ისა რა ქვია გათახსირებული ადამიანი ის დაიცავს ახლა ქრისტიანობას მართლმადიდებლობას აი შიოს იმედი გაქვს თანამოსახდრისო გადაგვარებული ზამის სხვების პირდაპირ ეთერში რო ყვებიან იმას რა ქვია ფეშენ მამაოების ახსარების საიდუმლოს რო ანდობენ და რო კითხო შექმნილი რო ყავთ ახლა ვიღაცა ბლოგერი არის პატარა ბავშვია რო შეხედა 19 წლისა თუ 18 წლის და სულ სარწმუნოებაზე ლაპარაკობს და ეს ეთყობა იმის პროექტი არის რა ქვია ჯაღმაიძეების და სულ ბიბლიით გველაპარაკება და ეს ხალხი შევარდნილი და რაღაცაზე მიდის ლაპარაკი და დამაინტერესა ამ ადამიანთან ლაპარაკი იბძერე მეთქი ამაზე რო ლაპარაკობ ჰანებე თავი ბიბლიას და იმის ძველახ თქმას ქრისტიანი რატო ქვია შენ ქრისტე როდესაც მოვიდა
კაცობრიობა წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეშობიდან. შეიცვალა სამყარო. შენ მოსეს რჯულის მიმდევარი ხარ? ქრისტიანი ხარ, ხო? ხოდა თუ ქრისტიანი ხარ, ამ ხალხს რატო არ ელაპარაკები რჯულის კანონზე? ამ ხალხს რატო არ ელაპარაკები რუისურნისის კრებაზე? ამ ხალხს რატო არ ელაპარაკები ახალ აღთქმაზე? და რა, იმიტომ რომ არ საერთოდ ვითომ ვერც წაიკითხა, ვითომ არც შეამჩნია, ვითომ არც დააინტერესა. დამბლოკა მომიშორა. ყავს ერთი ისა, ქვია. 20,000 იგი დუნაშვილის და იმასავით მაყურებელი და დედა რა ახალ გაზრდა და დედა ღმერთმა დალოცოს და გამოხატული აქვს თავი იმის, რა ქვია, ანგელოზის ფრთებში და იმაში და რაც. აი ამ დონეზე დავიდა. ამ დონეზე დავიდა. ქრისტიანობა საქართველოში. ან რიტუალებზე დასული სარწმუნოება, ან და ჩემოძმაო ციტატები ბიბლიიდან. ციტატები. რომელიც ახლა ქრისტე როგორც იგავარაკები ისე ელაპარაკა, აჩვენებდა სასწაულს და როგორც იგავარაკები ისე უბნებოდა, იმიტომ რომ ხალხი თუ გინდა რეალურად მართლა რაღაცაში ჯერ უნდა აჩვენო და უნდა შეეკითხო ეს რას ნიშნავს. კეთილი სამარიტელის ამბავს, როდესაც ყვება და უხსნის და ბოლოს ეკითხება, ვინ იყო ისი მოყვასიო? ის მისი თვისტომელი მისიანი, რომელმაც ფეხებს დაიგდა ქუჩაში მაგ თუ ის მტრის გვარის ტომის, რომელმაც ქუჩაში დაგდებული კაცი აყენა, წაიყვანა და მიხედავ, რომელი იყო? მერე კითხვას უსვამს. ესენი ამოთხრიან რაღაცებს და ასე გამოვა ქადაგება და რაც საქართველოში სანთელი იწვება და რაც საქართველოში ქადაგება და ღმერთს ელაპარაკი მიდის და მადლი არა ქვეყანაში დარჩენილი. ამაშია საქმე. შემოგევლე, შემოგიორგი. და ამას როდესაც იტყვი, ხო? დაგიწყებენ რაღაცა ბოდიალს, დაგიწყებენ რაღაცა ბჟოტიალს, დაგიწყებენ რაღაცა იმას იდიოტიზმს, თავის მარხვას. ხალხი ხო ხოდა როდესაც სულიერი მდგომარეობა ერის ჩვენმა ერმა რატომ მოაღწია აქამდე? რატომ მოაღწიეთ ხო აქამდე? მიუხედავად ამდენი ცუდისა, მიუხედავად ქართველი თუ კარგია მართლა ვაირა დედამშობაო იტყვი მართლა და თუ ცუდია, მერთო იგი რაჯიშისა ოღონ ქართველი არ იყოსო, იმიტომ რომ მაქსიმალისტები ვართ, ხო? და რა მოიყვანა ეს პატარა ერი? მოიყვანა ეს პატარა ერი ელემენტარულმა რაღაცა ქრისტიანობა და ქართველი კაცის ცხოვრების წესი იყო განუყოფელი ერთმანეთიდან. ხო, ამით მოაღწიეს და ზუსტად ამას აცლიან ქართველ ერს. იმიტომ რომ სულიერად დეგრადირებული და გარყვნილი და გადაგვარებული და მოტყუებული შეცდომაში შეყვანილი ადამიანები მარტივად სამართავია, ხო? მაგრამ უფლის სამართალს ვერავინ გაექცევა. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო. აი ამაზე იფიქრეთ. აუ ჩემო ძმაო, ახლა ელემენტარულს გეკითხები, ჯიგარი საიდან ექნება იმას, რა ქვია, ბოდიში და ტრაკის მიცემაზე ორიენტირებულ გარყვნილ გადაგვარებულ ადამიანს. სულიერებას რო ამოაცლი ადამიანს და ეტყვი რომ შენ წადი და ბიძია ბედნიერი იყავი და ისი ამოვნე რამდენიც გინდა, სვიჭამე რამდენიც გინდა, ფული იშოვე რამდენიც გინდა, სინდისი არა, ნამუსი არა, ღირსება არა, სარწმუნოება არა, ღმერთი არა, არაფერი არა, დავა ძმაო და ნებისმიერი ადამიანის გახწნა შეიძლება და ახლა ცხოვრების წესით გადაგვარებულ ადამიანს ჯიგარი როგორ შეჭება? მან არც იცის რას ნიშნავს მაგით ახლა. მაგაზე მუშაობდა ყველა და ყველაფერი და ასია. ვაიმე რუსლან შემოგევლე, როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყონ პუტინთან, ვინც თუ დამოკიდებულებაში არის საერთოდ ცუდად ამთავრებს საერთო ჯამში ან თვითონ ან მისი ქვეყანა და მაგრამ ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი რა და ასეც უნდა იყოს
პუტინი მისი ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის, ვის ავიცი, ვის მოწონს, ვინც არ მოწონს, მაგრამ სულიერი მდგომარეობა რო აიღო სახელმწიფო, რომელიც თავის საზოგადოებას რა კანონებს აძლევს, იქ შემდეგი მდგომარეობა, იქ დიდი ხანია სოროსელები აკრძალულია, იქ დიდი ხანია ისა რა ქვია იაღოველები აკრძალული არიან, იქ პიდარასტობის პროპაგანდა სასტიკად დასჯადი გახდა. ახლა ხდება თუ არ ხდება, იქ სხვა საკითხია კაცო, მაგრამ სახელმწიფო სულიერ და ზნეობრივ რელსებზე არის გადასული. სულიერ და ზნეობრივ რელსებზე არის გადასული. და იდეოლოგიაზეა და სახელმწიფო რწმენა რელიგიის უმაღლეს დარგში, თუ სახელმწიფო რელიგიად არაა გამოცხადებული ამ ხელა იმპერია, ყოველ შემთხვევაში დომინანტური არის მართლა და ეკლესიას ეკითხებიან იქ ბევრ რაღაცას და ასე მიდის ცხოვრება და პუტინი რატო უნდა იყოს საქართველოს ქართულ საზოგადოებაზე და საქართველოს პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტარი უფრო მეტი პატრიოტი საქართველოსი ვიდრე ეგენი უნდა იყვნენ. არ უნდა იყოს, არც უნდა იყოს. ერთხელ კითხე პიროვნებას ახალ აღთქმაზეო ლამის გამლახაო. რო უკითხე ძველი აღთქმის თლად გამებუტაო. ვერ ხდება ზოგი. ვერ ხდება, იცი ძალიან ბევრი ვერ ხდება როლანდ რაშია საქმე, იცი ეს ამ ეგრეთ წოდებულმა ყალბმა ცრუ წიგნობრებმა ეს ხალხი შეიყვანა შეცდომაში. მოატყუა. მთელი ამ ხნის მანძილზე ყოველთვის მახსენდება დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით, როდესაც მიდის საუბარი, ახლა ბაგრატ მეოთხეზე რა უნდა ვთქვა და იმ პერიოდის ქართველობა თუ დღევანდელ ქართველობა შეიძლება შეადარო, არ ვიცი, ახლა საერთოდ მაშინ ცადამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთიდან, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ავტოკეფალია მიეღო და დაბრუნდა ათენიდან, კონსტანტინოპოლიდან და ნახა, მოიარა მთელი საქართველო და ხედავს აქეთ უზარმაზარი ტაძრების შენდება ეს და ხო, კარგიაო და ეს კარგი არისო, მაგრამ ეს ხალხი როაო, ეს ხალხიო გაჭირვებულიო, გაღატაკებულიო, შავდღიშიო, ჩავარდნილიო. ამას მიხედეთო ცოტაო. მაგიო ჩვენო არ გვევალებაო, ვინც ახლა ამ ეკლესიებს ამ იმგენს აშენებდა ხო. მაგიო ჩვენო. აბა იქ ეს მარტო არ აინტერესებთ. აუ სამება აშენდა და აუ ეს მოხდა და აუ ის მოხდა და ამდენი აღშენებლობა გრიგოლ ხანძთელის დროს თუ არის. მადლი თუ არ დაგჭათ იმაში, იმ ეკლესიაში, რა გინდათ იქ? მეორედ მოსვლის დროს ეკლესიას ოქროს გუმბათებს დაადგომენ, მაგრამ მადლის ნასახი იქ არ იქნება არაფერი. სავაჭრო დახლათაა გახდილი იქ, საერთაში შესვლა. მიდი ერთი ეიწერე ჯვარი ბავშვი მონათლე. რაღაცა კენი. რა ხელა სტავკებს დაგიწესებენ? და ვინ? იქ გადაგვარებული გახწნილი ზურაბ ჟვანია თავისი ცხოვრების წესით სოდომიტი. იქდა გამოსვენებული იქიდან, შევარდნაძე იქიდან იქდა გამოსვენებული. იქ მადლის მეტი არაფერი არა. აი, ამაში არის საქმე და ამ ყველაფრის მაგივრად ან ეკლესია იღებდეს ხმას ამ გადაგვარებაზე. ახლა პოლიტიკურ პარტიებზე არა მაქვს ლაპარაკი. ბიძინა ივანიშვილი და მისი ზოოპარკი როგორი გახწნილები და გადაგვარებულების არიან, რა ვიცი ახლა. ბიჭო თუ არ უნდა არ გეცოდება. არ ეცოდება. არა, ქართველიერი მისიერი. მე გეუბნებთ, არა, ეს კაც ქართველი არ არის. არ არის. უცხოტომელია. ჯერ ივანიშვილი არცა, ივანაშვილია. ადამიანი რო გვარს იკეთებს და გვარს მალავს, მე იმ ადამიანის არ მწამს არაფერი. არა ის ივანიშვილის ქრისტიანობაზე უნდა მივიწყოთ რა ლაპარაკს. ქრისტეს მაინც ათქვამს მაინც გადახედეთ
როგორც აქლემი გაძრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი შევა 64-ში. სამება კიდე ძმა გაჭირვებული ხალხის ფულით აშენდა, მაგას არა, კი, მაგან დიდი წვლილი ჩადო, მაგი მაშინ დიდი ფული შეიტანა, მაგრამ ასიკეთ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს იქ შესვლის, იმიტომ რომ მე იქ მადლს ვერ ვხედავ. იქ დარბიან ესენი, ივლიან დეიკავებენ იმას, ამხელა კელაპტრებს და წმინდა მიძინა ღმერთო დალოცე და ეს. იმას მაინც არ გიყურებიათ, ქოცებო? დიდის ჯულის კანონის განმარტება სად შეიძლება მაგის ნახვა? ხო, აი, ვისაც მართლა, აი, მინდა ყოველთვის მინდა, როდესაც რელიგიაზე და ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, აი ამ საკითხს მიუბრუნდეთ. ხალხო, ახლა 21 საუკუნეა. დაწერეთ დიდის ჯულის კანონი. არის არსებობს PDF ფორმატებშიც არსებობს, ელექტრონული წიგნებიც არსებობს, არის გამოცემული არის. რაც შეეხება განმარტებას, ზოგადად დიდის ჯულის კანონი რა არის? მარტივად გეტყვი რა წარმოადგენს დიდის ჯულის კანონი. ჯულის კანონი არის 8 ქრისტიანული საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების კრებულს. ანუ, როდესაც დაიწყო, აი, ბევრი საკამათო საკითხები გაჩნდა, შეიკრიბნენ. მაგ ჩემოძმაო, ჩემზე მეტი მცოდნე არის ბატონი შალვა მაღრაძე და მასთან ერთად მქონდა არაერთხელ ლაივის ჯულის კანონთან დაკავშირებით და კი ბატონო, დაუთმობ, მაგრამ აი მოკლე განმარტება რო ავხსნა. შეიკრიბნენ სოფლიოს საქრისტიანო კანონიერი ეკლესიები, რომლებიც არსებობდა, მათი წარმომადგენლები და დაადგინეს კანონები, რითაც ქრისტიანმა ადამიანმა ერმა თუ ბერმა უნდა იცხოვროს. მის მერე ეს მერვე საუკუნეში რო დასრულდა ამის ის რა ქვია, მის მერე არაფერი დამატებია და არაფერი გამოკლებია. იქ არის როგორც მღვდლისთვის, ისევე ჩვეულებრივი ადამიანისთვის და არის ასეთი რაღაცა. ითვლება რომ ეს არის წმინდა წერილი, ანუ შენ თუ ქრისტიანი ხარ, უნდა ემორჩილებოდე ქრისტიანული ეკლესიების და ქრისტიანების გადაწყვეტილებას და აქ ასეთი ისა რომ ჯულის კანონი არის დაწერილი უფლის ნებით, სულიწმინდის მადლი გადმოსული ადამიანებზე, რომელსაც აქ მარადისობის სტატუსი მინიჭებული. არასდროს ის არ შეიცვლება. არც ერთ მომდევნო კრებას წინა კრების გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია. და აი ეს გადაწყვეტილების კანონთა კრებულს ქვიათ დიდის ჯულის კანონი. საქართველოს ვარიანტში, ესა უდიდესი კანონია. უდიდესი კანონთა კრებული არის, რომელიც გიორგი მთაწმინდელის და ეფრემის დამსახურებით მოხდა შემდეგ გადმოთარგმნა და გადმოტანა ქართულზე. და ესეთი რაღაცა არის, რომ იქ წერტილმძიმის შეცვლა არ შეიძლება. და ესეთი რაღაცა აქ ვინმე ამ ყველაფერს თუ ვინმე რამე დაამატოს, ან გამოაკლოს, შეჩვენებული იყოს უფლისგანო და ვინც ჯულის კანონს ყურს არ უგდებს, მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ლოცვაც კი სიბილწეთ ჩაითვალოს. რუის ურბნისის კრება სხვა არაფერი ყოფილა. რუის ურბნისის კრება ძალიან პატარა არის, შევბრძანდით, დაგუგლეთ, ნახეთ. რუის ურბნისის კრებაში, კი ბატონო, შეგვიძლია აი ამ გაგებით რო ვთქვათ, თუმცა არ შეიძლება ასე თქვა, ესა მარადისობის კანონი. არა მარტო ეკლესიის, ხალხის ადამიანებისთვისაც აი ყველაფერია გაწერილი. ყველა კითხვაზე შეიძლება პასუხი მოძებნოს და მღვდლის ფუნქცია სხვა კი არაფერია. მღვდელმა უნდა იცოდეს დიდის ჯულის კანონი მოხარშულად, ვალდებული არის რუის ურბნისის კრება იცოდეს ზეპირად და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მივა და რაღაც პრობლემა გააჩნია, აბსოლუტურად ყველაფერზე არის ჯულის კანონში პასუხი. და ჯულის კანონიდან უნდა გაქცეს პასუხი და არა მისი ნაბოდავით, როგორც ხდება დღეს. და რაც შეეხება რუის ურბნისის კრებას, შემოძმაო, რუის ურბნისის კრება არაფერი არაა, გარდა იმისა, ამოკრებილი 19 პუნქტად ქცეული კანონები, შემცირებული, ასე რომ ვთქვათ, რითაც შედგა საეკლესიო სამართალი.
რითაც შედგა საეკლესიო სამართალი. და აი რაც არის მთელი ეს კრება, მე-18 პუნქტი მამათ მავლობის წინააღმდეგ, აი ეს პედერასტია რაც მოდებულია ელჭეყეპეტეობა და ეს ერთი კანონი, მე-18 კანონი არის თავიდან ბოლომდე ამაზე მიძღვნილი. და რატო არის მიძღვნილი, იცი? იმიტომ არის მიძღვნილი, რომ ამაზე მომაკვდინებელი, უბედური, მე ვეცდები რომ ეგ გავაკეთო როგორც რა ვიცი, როგორც პირდაპირი წაკითხვით, იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა რაღაცა გამორჩეს, იქ არ შეიძლება გამოკლება და არც დამატება და ეგეთი ნათქვამია, ვინც ჯულის კანონს ყურს არ უგდებს, მისი ბაგეებიდან წამოთქმული ლოცვაც კი სიბილწედ ჩაითვალოს. წარმოგიდგენიათ თქვენ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა და რას აკეთებენ ესენი? და მერე გეუბნებიან ქრისტიანი ვარ და ქრისტეს სახელით გელაპარაკება. და ჯვარი აქვს ჩამოკიდებული. ეს მასე ჩემო ძმაო, იაღოვლებმა ზეპირად იციან, იგი რა ქვია? ძველი აღთქმა და იმნაირ რაღაცებს მოგითხრიან, იქედან გაიჭირდება პასუხის გაცემა და ამ ყველაფერზე საეკლესიო კრებებს გაცემული აქვს პასუხი. გაცემული აქვს. თუ ქრისტიანი ადამიანი ხარ, მაშინ ჯულის კანონით უნდა იყო და არა ძველ დროში ეს ასე იყო, ის ასე იყო, ეს რატო იყო, ის რატო წაიკითხო. ყველას და ყველაფერზე არის გაცემული პასუხი და გამოტანა. იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი ქართველობა და დღევანდელი საქართველო იმნაირი ქრისტიანია, რანაირიც ახლა მე ისა ვარ, რა ქვია, ბუდისტი. ნუ ახლა ბაია, თუ ვინმეს, აი ხა მცირე და დიდი ჯულის კანონების იმაზე საუბარია, თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტულად, აი რა მდგომარეობა უნდა იყოს ერში და ბერში, სულ აი ამხელა, არ გინდათ ჯულის კანონების კითხვა, თუ არ შეგიძლიათ და თუ გეზარებათ. სულ ამხელა არის ისა, რა ქვია, რუის ურბნისის კრება. ქალბატონო, კარგად დაძებნეთ და არის PDF ფაილიც არის და უამრავი ისა, მანდამაინც მე უნდა მოუძებნო, დაძებნეთ, Google-ში არის, მე თვითონაც გადმოწერილი მაქვს და არსებობს, მოძებნეთ, შეიწუხეთ თავი და ნახავთ. გაყიდვაშიც არის გამოცემული. ამხელა ისა, რა ქვია, რუის ურბნისის კრება. დიდი კი არა. წაიკითხეთ ერთი, ვინ განკვეთეს, რატო განკვეთეს, ისთვის განკვეთეს, რა წერია საერთოდ. ხალხი ისე იბადება და ისე კვდება, გაუგია ჯულის კანონი და ერთი არ წაუკითხია. ამაშია საქმე და მე იმას რო წაიკითხავთ, მე დაფიქრდით ისა, რა ქვია, დღევანდელ ქართველობას და საქართველოს რა აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ესაა ჩვეულებრივი კერტთაყვანისმცემლობა. მე არაფერი. ნუ, აი ამის თქმა მინდოდა და კაცებისთვის ახლა დღევანდელი დღე არის თუ რამე ფული დაუგროვებია, თუ რამე თანამდებობა დაუგროვებია, თუ რამე თავიანთი უჯიშო შთამომავლობისთვის შეუქმნია, თუ აი ყველაფრის აი გამაერთიანებელი დღე არის, ისა რა ქვია, დღეს 1 ოქტომბერი, დღევანდელი დღე. ჯონი მაჭერაშვილი მეკითხება, მაგ ქრისტიანობსერიო? ჩემო ძმაო, ჯონი ერთ რაღაცას გეტყვი. ჯერთი სხვას არ უნდა უყურო, მით უმეტეს ქართველმა ადამიანმა, ვინ როგორ ქრისტიანობს და რაღაც მე შენ არ გეუბნები რა, მე ჩვენ ქვეყანაზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენი მისია და სულიერი მისია გვაქვს სამყაროს მიმართ, ერის მიმართ, ქვეყნის მიმართ და ჩვენსაც უნდა მივხედოთ, მაგრამ აქაობას რაც შეეხება თავის დროზე ხალხის რელიგიიდან ჩამოცილება აქაც ასე მოხდა. საქართველოში არაფერი განსხვავებული არ ხდება. ევროპაშიც არსებობდა ის პერიოდი, აი თუნდაც წაიკითხეთ, პაპიზმის პერიოდი, როდესაც როგორც დღესაა, ხო, აი რაღაცა დამოკიდებულება საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ, რომ აი უპირობო ყველაფერი სიწმინდეა და ცოცხალი წმინდანია. ამას ერქვა თავის დროზე ევროპაში პაპიზმი. რომელსაც რეალურად ძალიან დიდი ცოდვაა და
საერთოდ შეხება რა აქვს ამას ქრისტიანობასთან. რა შეეხება აქაურ სიტუაციას, მე გეტყვი ერთ რაღაცას. ელემენტარულს გეტყვი და გადავხედოთ ჩვენ ქართველებმა ჩვენ სიტუაციას. 2017 წელი იყო, როდესაც საფრანგეთში მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება. მაშინ ყოფილი სამხედრო ოფიცერი, კონსერვატორი, ეროვნული მოღვაწე საფრანგეთის დომენიკო ვენერო შევიდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, დატოვა წერილი, რომელსაც ეწერა რომ საფრანგეთი, შიგნით ღრმად რაც ეწერა იმაში მე რასურს ვერ გავიგებთ, მაგრამ საფრანგეთი რენესანსის ეპოქიდან ემსგავსება იმას რა ქვია, სოდომ გომორს და პირდაპირ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იარაღით მოიკლა თავი პროტესტის ნიშნად. იმ გეი პარადებით. მსგავსი მსხვერპლშეწირვა საქართველოში არ მომხდარა. გეუბნებით. და დღეს როდესაც საუბარი არის აი ბევრ რამეზე, მაგალითად თანამედროვეობის წმინდანებზე და ესე შემდეგ და ესე თქვენ გონიათ დღეს ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის მიმართ ღია ბრძოლა არ გვინდა. ვიცით რამდენი თანამედროვეობის წმინდანია? გაგიკვირდებათ რო გითხრათ საიდან? სირიაში და ერაყში, პალესტინაში. იცით რამდენი თანამედროვეობის წმინდანია, რამდენი მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნა ამ დასავლეთის ძალების მიერ მოკლული იმაში, რა ქვია, ისლამური სახელმწიფოს და ამათ მის გამო რომ ქრისტიანები იყვნენ. და შეეწირენ რწმენას, თავიანთ რწმენას შეეწირენ. სირია უძველესი ქრისტიანული კუთხე ის ლივანტიო რო იძახდნენ ეს ერაყისა და ლივანტისო ისო ისლამური სახელმწიფო ის ლივანტი ის ქანაანის ქვეყანაა და ქრისტე საერთოდ არამეულად ლაპარაკობდა. ორია ასეთი ადგილი სადაც ეს ენა არის შენარჩუნებული, ერთი იგივე ლივანტში და მეორე იმაში რა ქვია საქართველოში ქანდა, სადაც არამეულად ლაპარაკობენ. რომელ ენაზე თვითონ უფალი ლაპარაკობდა. ჩემო ძმაო, მაგის მთქმელმა ისიც არ იცის, რომ 100,000-ზე მეტი წმინდანი ყავდა. 100,000 მოწამეზე მეტი წმინდანი ყავდა, მაგიც არ იცის მაგის მთქმელმა. ჩაბრძანდით ბატონო იმაში რა ქვია, აჭარაში დღეს თურქებს რომ იყიდან ყველაფერი და ათურქებენ იმას და თელ საქართველოს. ნახეთ სოფელი დანდალო 4,000 ქართველს გააძრეს ტყავი ქრისტიანობის გამო. ჭოროხი ერთი კვირა წითელი მოდიოდა. ის არიციან, ქრისტიანები ქვია, თუნდაც არიციან. ეს არიციან, კაცო, იქ რაღაცა წერი. ძალიან სულ მდგომარეობაში ვართ რა. სამაგიეროდ ყავთ ბიძინა. ხო და რო აი გვადიბიგვა სახელი მაინც ადმონარ. მეცნობა ეს დღეებია შენ კომენტარებზე, იმიტომ რომ გვადიბიგვა მახსენდება და რო ყავს ყველაზე მეტი წმინდანი და რო გაქვს სულიერი ძლიერი მისია. ამიტომ რო ყავს ბევრი მტერი, როგორც გარე, ასევე შიდა და არც ბიზნეს უნდა მოусმინო და არც იმას კი არა, სასულიერო პირი რო ქვია, იმას ძალიან უნდა მოусმინო, სჯულის კანონს უნდა მოусმინო როგორც ქრისტიანმა. ამიტომ ამაში არის ქართველობის შენარჩუნების ფასი და ძალა და ეს საერთოდ ეს კანონმდებლობები საერთოდ სჯულის კანონი რაში იყო საქმე, იცი, ეს კიდე არა ხალხამდე დაყვანილი რა. ჩვენ ძველ საქართველოში ხო არის აი აღმაშენებლის დროს იქნა კანონები გატარებული, გიორგი ბრწყინვალის დროს იქნა გატარებული. ეს ყველა კანონები, რომელი კანონებიც იქნა გატარებული საქართველოში, აბსოლუტურად ყველას ამოსავალი წერტილი იყოს დიდი სჯულის კანონი, საეკლესიო კანონები, ქრისტიანული კანონები, რომლის
რომლის ასე რომ ვთქვათ ფუნდამენტი იყო და ამაზე იყო დაშენებული მე კანონმდებლობა. ქრისტიანული კანონმდებლობა იყო საქართველოში. მე რუსები რომ მოვიდნენ რუსული კანონმდებლობა შემოვიდა, იქ დაპყრობილ ქვეყნებში შემოვიდა ისლამური კანონმდებლობა. მე მოვიდნენ ისინი რა ქვია ეს დაძირალა მენშევიკები და თავისი კანონმდებლობა მენშევიკური გაატარეს, მე მოვიდნენ ბოლშევიკები და ბოლშევიკურის გაატარეს, მე ესენი მოვიდნენ და რომანულ გერმანულ სამართალზე გადაიყვანეს ქვეყანა და ახლა ძველ სამართალს და დღევანდელ სამართალს ქართველი ადამიანისთვის ისეთივე ფასი აქვს. რა ვიცი. ამიტომ არის უსამართლო კანონმდებლობა ჩვენთან. გამოჩენილა სუსის ნასეთქა. რაო ირაკლიკო? ესა ბიზნეს მართული ქვეყანა. და შემოძრა აგერ კიდე ერთი სუსის ნასეთქა და წერს იმას რა ქვია კომენტარს. რავა, პროვოკაციას ახლა რომ გამომიყვანოს წყობიდან და მაგინებიოს თავი და ამაში მიდის. ჩვენი გაჭირვებული ხალხის გადახდილი ფული ან არის დაქირავებული ნასეთქების კურნალობაში. ფინანსურ კურნალობაში. აიღეთ თითო აგერამ აქ ისა რა ქვია უშიშროების მასალები თავისი აგენტურის სიებით და თითო კორპუსში 14-15 ნასეთქა ყავთ. იმ 14-15 ნასეთქას მინიმუმ 500-600 ლარი მაინც აქვს ჩუმად. ხელფასი, ლევათი. ასე ჭირდება. შემოვიდა აგერ გუშინ ბლანძღავდა, მაგინებდა, მათახსირებდა და დღეს შემოვიდა და მაგარი კაცი ხარო წერს. ხვალ იმას იტყვის, ამას იტყვის და ღმერთს დალოცი ბატონი ბიძინა ამნაირი საქართველოს შექმნისთვის. კაი, შემოკარგებო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ამ დღეებში გვექნება ბატონ შალვასთან კითხეს რამოდენიმე და დაუბრუნდებით საინტერესო საკითხებს და თვითონ საზოგადოება რასაც შემოგთავაზებს მომავალშიც იმ საკითხებს განვიხილავთ. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ და გადაგეტანოთ ეს ბიძინაობის ჭირი და ცქოცობის ჭირი და დანარჩენი კიდე იმის თქმა მინდა რომ თუ ვიბრძოლეთ 2012-ში იმისთვის რომ რეჟიმი მოგვეშორებია რა გაგვიკეთა. დაჯექით სახში გადაიდევით ფეხი ფეხზე და ნახეთ ნაცები და ქოცები როგორ შეჭამენ ერთმანეთს და როგორც მე 2018-ში იყო ბიძინა გამოსული და ახლა აირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი. ხალხი რო არ მივიდა არჩევნებზე. ჩააგდეთ მაგ დღეში ბიძინა არ წახვიდეთ არჩევნებზე. ეფელსიკეთი მაგიდან არა. დინარაძე მომიკითხებ, დინარაძე და ნასეთკები მომიკითხებ მეხუთე განყოფილებაში. მართველობა. აბა შენიც ტროლბოთ ზაოდიდან. კარგად. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.